2011 წლის დასაწყისში პაკისტანის ყარაჩის პორტი იშვიათი და განსაცვიფრებელი მოვლენის ქარცეცხლში აღმოჩნდა. პორტის წყლებში უზარმაზარი ზღვის არსება გამოჩნდა, რომელიც თითქოს ლეგენდარული არსება ოკეანის სიღრმიდან ამოვიდა. მისი ნაცრისფერი სხეული თეთრი ლაქებით იყო დაფარული, თითქმის 12 მეტრი სიგრძის იყო და 7 ტონაზე მეტ სიწონიდა, რამაც მაშინვე მიიპყრო ადგილობრივებისა და მეთევზეების ყურადღება. თანდათანობით ნავმისადგომებთან ხალხის ბრბო შეიკრიბა და აღტაცებით უყურებდა იმას, რაც თავიდან საშინელ ზღვის ურჩხულად მოჩანდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ არსება ვეშაპისებრი ზვიგენი იყო, მსოფლიოში ყველაზე დიდი, მაგრამ მაინც უნებელი, რომელიც მხოლოდ პლანქტონითა და სხვა მიკროსკოპული ორგანიზმებით იკვებებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე მკვდარი იყო, როდესაც ზედაპირზე მოტივტივე იპოვეს, სანახაობა ერთდროულად მომხიბვლელიც იყო და შემზარავიც. მეთევზეებს 2 ამწე დასჭირდათ მის წყლიდან ამოსაყვანად ნავმისადგომზე, ასობით მაყურებელი კი ფოტოებს იღებდა და გაოცებულმა ჩურჩულებდა, თითქოს კინემატოგრაფიული სანახაობიდან აღებულ არსებას უყურებდნენ. კადრები სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და გიგანტური პაკისტანური ზვიგენი მედიას სენსაციად იქცა. ზოგიერთმა ეს ზღვიდან მომავალი საბედისწერო ნიშანად აღიქვა, ზოგმა კი იშვიათ შესაძლებლობად ახლოდან ენახა ასეთი დიდებული არსება. დამსწრეთა მეხსიერებაში ყველაზე ნათელი რჩება ის მომენტი, როდესაც უზარმაზარი სხეული ტალღებიდან ამოვიდა, ძლიერი შეხსენება ოკეანეების დიდებულებისა და საიდუმლოებებისა და მათი ზედაპირის ქვეშ დამალული საიდუმლოებების შესახებ.